მოგესალმებით, ეთერშია მოამბეს 3 საათზე, მე მარიამ სეთურიძე ვარ, გამოშვებაში გინახავთ. BBC-ს საგამოძიებო ფილმი და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში, რა გამოხმაურება მოყვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შედეგს. ვითარება უკრაინაში, რუსეთმა პოლტავის ოლქში ენერგეტიკულ სექტორს შეუტია. მზადება საბავშვო ევროვიზიისთვის, ყველაზე პრესტიჟულ ბავშვთა კონკურსამდე 6 დღე რჩება. BBC-ს დოკუმენტური ფილმის გარშემო რეზონანსი არ წყდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებულ გამოძიებას სპეციალური ბრიფინგით პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძემ მომწამლელი ნივთიერების გამოყენების შესახებ ინფორმაციას და მის გავრცელებას სპეცოპერაცია უწოდა, რომელიც ვერ შედგა. ქართული გამოძიების შედეგების და ხელისუფლების განცხადებების არ სჯერათ ოპოზიციაში, სადაც საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ BBC-ს ფილმთან დაკავშირებით, სადაც თბილისში გასული წლის აქციებზე მომწამლელი ნივთიერების გამოყენებაზე იყო საუბარი, ჯამში 93 მოწმე გამოიკითხა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები. სამხაროვლის ეროვნულ ბიუროში კი ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა, ამოღებულია საბაჟო დოკუმენტაციაც. მათი ანალიზის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ნივთიერება კამიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია. ამ დროისათვის მომწამლელი ნივთიერების გამოყენების შესაძლო ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, თუმცა გამოძიება გრძელდება 319 მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ყველაფერი ეცადნენ, ყველაგან მოუწვდათ კბილი და ეხლა აი ამ დარე სხვარსქვემოთ დაშვებულ კამპანიას მიმართეს ტყუილის სინამდვილეში BBC-ს რეპორტაჟში იყო ნაჩვენები ქართველი ხალხი ხელისუფლება კი არ წამლავდა ქართველ ხალხს, სწორედ BBC წამლავდა ქართველ ხალხს, BBC-ს რეპორტაჟი წამლავდა ქართველ ხალხს იმისთვის, რომ მათ აეძულებინათ საკუთარი მიზნებისთვის გადაეხვიათ და Deep State-ის მიზნები შეესრულებინათ. ბრიტანული მაუწყებლის მიერ მომზადებული რეპორტაჟი, რომელიც მთლიანად თითიდან გამოწვეულ ყალბ ვარაუდებსა და გამოგონილ ამბებზე იყო აწყობილი, იქცა ხელოვნურ საბაბად პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფებისთვის, რათა საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახალი ჰიბრიდული ომი ეწარმოებინათ. იყო ძალიან მარტივი თეთრი ძაფით ნაგერი სპეცოპერაცია და საფრთხის პუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან. რეალურად ეს სპეცოპერაცია საბოლოო ჯამში ვერ შედგა. ფარას დოკუმენტები ისევ ქართული მედიის ყურადღების ცენტრშია. ამჯერად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით საუბარია ნაციონალური მოძრაობის მიერ ლობირებისთვის გადახდილ თანხებზე. მედიის მტკიცებით 2025 წელს ნაციონალურ მოძრაობას ლობისტური საქმიანობისთვის დაქირავებული ყავდა კომპანია Nelson Mullins-ი, რომელიც მიმდინარე წლის ივნისიდან დღემდე საქართველოს შესახებ კამპანიას აწარმოებს. მიზანი კი გავრცელებული ინფორმაციით ჩვენი ქვეყნისა და მეგობარი აქტის შესახებ კონკრეტულ მედია საშუალებებში კრიტიკული სტატიებისა და სიუჟეტების გამოქვეყნება. გავრცელებული ინფორმაცია არ უკვირთ მართლ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯის შელახვის მიზნით ნაციონალური მოძრაობა ლობისტურ კომპანიებს ქირაობს. ოპოზიცია კი ხელისუფლებას ახსენებს, რომ ლობიზმი შეერთებულ შტატებში მიღებული პრაქტიკაა. სურვილი, რომ საქართველო არ გაძლიერდეს, ეკონომიკურად წინ არ წავიდეს, აქ მოხდეს შფოთის და ხალხის აგრესიის გამოხატვა და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გადაიზარდოს აგენტურული ხელისუფლების საქართველოში დაბრუნებით. აი ეს არის მათი ძირითადი მიზანი. გაუგებარია ლობიზმი იქ, სადაც ხდება დაფინანსება სიცრუის, ტირაჟირების, არასწორი ინფორმაციის გავრცელების და მტრული საქმიანობის, რომელსაც არანაირი რეალური საფუძველი და არგუმენტი არ გააჩნია. ამიტომაც ბუნებრივია საინტერესოა სამართალდამცავი ორგანოების დაინტერესება აი ამ მიმართულებით. ჩვენთვის ეს არ არის ლობისტური კონტრაქტი. ამ ყველაფერს სჭირდება სათანადო გამოძიება. როგორც მოგეხსენებათ, საქმე არის აღძრული საქართველოს პროკურატურაში, რომელიც უკავშირდება უცხოური ორგანიზაციების ხარდაჭერას სრულ საქმიანობაში. როდესაც ასეთი ტიპის კონტრაქტი ფორმდება, ესეც მე ვფიქრობ, რომ შეიცავს მინიშნებებს გარკვეულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულებრივ საქმიანობაზე, თუმცა ეს უნდა იქნეს, რა თქმა უნდა, სამართლებრივად დადგენილი შესაბამისი უწყობების მიერ. რაც შეეხება იმას, რასაც ეწოდება ფორმალურად ლობიზმი, ჩვენთვის ეს ვერ იქნება ლობიზმი, ეს არის ჩვეულებრივი მექრთამეობა და აღებმიცემობა. და ამით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი უწყებების უნდა დაინტერესდნენ.
ახლა კი რა ხდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვითარება ისევ რთულია უკრაინაში რუსეთმა მიზანში ამჯერად პოლტავის ოლქი ამოიღო და ენერგეტიკულ სექტორს შეუტია დაზიანებულია ტექნიკური აღჭურვილობა ზოგიერთ რაიონში შეფერხებებია გათბობისა და წყალმომარაგების სისტემებში რუსული არმიის სამიზნედ იქცა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც უკრაინაზე კომბინირებული იერიში 200-ზე მეტი დრონისა და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით განხორციელდა ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ დრონებისა და რაკეტების უმეტესობა განეიტრალა თუმცა განეიტრალებული დრონების ფრაგმენტებმა რამდენიმე შენობა მაინც დააზიანა. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მაიამიში სამდღიანი მოლაპარაკებები დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებული დისკუსია რთული იყო, რადგან რუსეთი უკრაინისგან დონბასის იმ ნაწილების დატოვებას ითხოვს, რომელსაც ამჟამად კიევი აკონტროლებს. რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და შეთანხმებას კიდევ უფრო მიუახლოვდნენ, თუმცა ორი ქვეყნის დელეგაციები მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის მშვიდობის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებსა და უკრაინელ მომლაპარაკებლებს ტელეფონით ესაუბრა და დისკუსიას ხანგრძლივი და არსებითი უწოდა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ქვეყანას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს. ბრიუსელის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა თუ გვეყოლება, ისინი ომში ჩაგვითრევენ. თუ ეროვნული მთავრობა გვეყოლება, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი ამას თავი ავარიდოთ. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, ომისა და მშვიდობის საკითხთან შედარებით ყველა სხვა თემა უმნიშვნელოა. მისივე თქმით, ევროპა კონფლიქტისკენ სწრაფად მიიწევს და ომის ესკალაციის ბოლო ფაზაშია. ამასთან უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის გადაწყვეტილებები გააკრიტიკა და სანქციების სავაჭრო პოლიტიკად ქცევაში დაადანაშაულა. ომის შორს არ არის პოლიტიკურად ის ახლოსა. ევროპელმა ლიდერებმა უკვე გადაწყვიტეს ევროპა ომში მიდის. ეს ოფიციალური პოლიტიკა მათ სურთ, რომ 2030 წლისთვის მზად იყვნენ. ევროპა ახლა 4 საფეხურიანი ომის ესკალაციის ბოლო ფაზაშია. დიპლომატიური კავშირების გაწყვეტა, ეკონომიკის საომარ რეჟიმში გადაყვანა, სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენა, პირდაპირი კონფრონტაციისთვის მზადება. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ვილოცოთ. ეს სიტუაცია ჩვენს ძალებს აღემატება. კითხვა ასეთია, შეგვიძლია თუ არა ომის თავიდან არიდება. ჩვენ ძალა გვჭირდება. უნგრეთის საკმარისად ძლიერი უნდა გახდეს არა მხოლოდ იმისთვის, რომ ომს უარი უთხრეს, არამედ იმისთვისაც, რომ მისგან თავი შორს დაიჭიროს. ომის ეშმაკები ყოველთვის ცდილობენ ხალხი დაარწმუნონ, რომ ომი მათ სარგებელს მოუტანს. ჩვენ ეს უნდა უარყოთ და მშვიდობისთვის დავდგეთ. ჩვენ ველოდებით, რომ ევროკავშირი შეერთება სამართლიან ღია და ორმხრივ ვაჭრობაში. ამის შესახებ კი ევროკავშირში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა. მისი თქმით, ამერიკული ინოვაციების მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული 120 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა მარეგულირებელი ორგანოების გადაჭარბებული მოქმედებების შედეგია. ტრამპის ადმინისტრაციამ ნათლად განაცხადა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცენზურას და გავასაჩივრებთ დამამძიმებელ რეგულაციებს, რომლებიც სამიზნეს იღებს საზღვარგარეთ ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიებთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით, რომ ევროკავშირი შეერთება სამართლიან ღია და ორმხრივ ვაჭრობაში, განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების 33 გვერდიანი სტრატეგია კვლავ მსოფლიო ლიდერების განცხადებების და ინტერესის თემაა. დოკუმენტი ქვეყნის გლობალური პრიორიტეტების ჩამონათვალს შეიცავს და ასევე ასახელებს იმას, თუ რა სურს და რას ელოდება ამერიკის შეერთებული შტატები დანარჩენი მსოფლიოსგან. ტრამპის წარმოდგენილი დოკუმენტი ევროპელი მოკავშირეების მიმართ საკმაოდ მწვავე კრიტიკას შეიცავს. ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სტრატეგიას ეხმაურება იტალიის თავდაცვის მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ მოსალოდნელი იყო ევროპის მიმართ კოდიფიცირებული განცხადებები, მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთთან სულ უფრო რთულ, კომპლექსურ და მკაც კონკურენციაშია ჩართული და ყველა ქმედება, გადაწყვეტილება და ქცევა ამ კონტექსტში უნდა იქნას განხილული. ევროპა ამერიკის შეერთებული შტატების უახლოესი მოკავშირეა და არა პრობლემა. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას საერთო მტრები ყავს. ტუსკის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, რომელმაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი გააზიარა და დაწერა. თუ დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს გააერთიანებთ, მიიღებთ და მიიღებთ. Nie podważaj jedności Europy.
დონალდ ტრამპის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაში შეტანილი ცვლილებები მრავალი თვალსაზრისით მოსკოვის ხედვას შეესაბამება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კრემლის პრეს-სპიკერის თქმით, რუსული მხარე იმედოვნებს, რომ ეს შეიძლება ვაშინგტონთან უკრაინის კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის გარანტია გახდეს. შტატები დიდი ხანია ვერ ახერხებს ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობებში აშკარა შეუსაბამობის მოგვარებას. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კრისტოფერ ლანდაუმ განაცხადა. ამერიკელი დიპლომატის მტკიცებით ასეთი შთაბეჭდილება ნატოს მინისტერიალზე გამართული შეხვედრის შემდეგ დარჩა. ეს თითქმის ერთი და იგივე ქვეყნებია ორივე ორგანიზაციაში, როდესაც ეს ქვეყნები ნატოს ქუდებს ატარებენ, ისინი ამტკიცებენ, რომ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ჩვენი ურთიერთუსაფრთხოების ქვაკუთხედია, მაგრამ როდესაც ეს ქვეყნები ევროკავშირის ქუდებს ატარებენ, ისინი ყველანაირ დღის წესრიგს მისდევენ, რომელიც ხშირად სრულიად ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ინტერესსა და უსაფრთხოებას, წერს ლანდაუმ. ეს თითქმის ერთი და იგივე ქვეყნებია ორივე ორგანიზაციაში. როდესაც ეს ქვეყნები ნატოს ქუდებს ატარებენ, ისინი ამტკიცებენ, რომ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ჩვენი ურთიერთუსაფრთხოების ქვაკუთხედია, მაგრამ როდესაც ეს ქვეყნები ევროკავშირის ქუდებს ატარებენ, ისინი ყველანაირი დღის წესრიგს მისდევენ, რომელიც ხშირად სრულიად ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებსა და უსაფრთხოებას. მათ შორის ცენზურა, ეკონომიკური თვითმკვლელობა, კლიმატური ფანატიზმი, ღია საზღვრები, ეროვნული სუვერენიტეტის მრავალმხრივი მმართველობისა და დაბეგვრის ხელშეწყობის ზიზღი, კომუნისტური კუბის მხარდაჭერა და ასე შემდეგ. ეს შეუსაბამობა არ შეიძლება გაგრძელდეს. ევროპის დიდი ერები ან ჩვენი პარტნიორები არიან იმ დასავლური ცივილიზაციის დაცვაში, რომელიც მათგან მემკვიდრეობით მივიღეთ, ან არა. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ პარტნიორები მასში, როცა ეს ერები ევროკავშირის არაარჩევით, არადემოკრატიულ და არაწარმომადგენლობით ბიუროკრატიას ბრიუსელში ცივილიზაციური თვითმკვლელობის პოლიტიკის გატარების საშუალებას აძლევენ. გერმანიის კანცლერი იმედოვნებს, რომ ღაზაში სამშვიდობო პროცესის შემდეგ ფაზაში გადავა, რაც ჰამასის განიარაღებას და შესაბამისად ომის დასრულებას გულისხმობს. ამის შესახებ ფრიდრიხ მერცმა ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან შეხვედრის დროს განაცხადა. თავის მხრივ ისრაელის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად უნდა დარწმუნდნენ, რომ ჰამას ღაზაში მოქმედებების შესაძლებლობა შეეზღუდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს სამშვიდობო პროცესის შემდეგ ფაზაში გადავა, კერძოდ ჰამასის განიარაღება მოხდება. ამ ომს მხოლოდ ჰამასი აწარმოებს და ჰამასი თუ იარაღს დაყრის, ეს ომი დასრულდება. რეგიონს მაშინ ექნება მომავალი და ღაზასაც ექნება მომავალი. ნახეთ, რომ ღაზაში ისრაელის არმიის ქმედებებმა დილემის წინაშე დაგვაყენა. ჩვენ ამას ვუპასუხეთ. ასევე ვნახეთ, რომ ფუნდამენტური უთანხმოებები არ გვაქვს. ისრაელს აქვს უფლება თავი დაიცვას. ეს ასეც იქნება, რადგან ეს არის ერთადერთი გზა ისრაელის არსებობის უფლების უზრუნველსაყოფად. სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ ალ-ქაიდასთან კავშირზე საუბრისას აღნიშნა, რომ მას მშვიდობიანი მოქალაქე არასდროს დაუშავებია. სირიის პრეზიდენტის განცხადებით, სხვადასხვა ფრონტზე 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ღირსეულად იბრძოდა. აჰმედ ალ-შარაას თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით მხარს უჭერს სირიის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას. ისრაელი ყოველთვის ამბობდა, რომ ეშინია რეგიონიდან, კერძოდ სამხრეთ სირიიდან თავდასხმების, მაგრამ რა დაიცავს ამ ტერიტორიას თუ არა სირიის არმია და უსაფრთხოების ძალები. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელშიც შეერთებული შტატები მონაწილეობს. ყველა ქვეყანა მხარს უჭერს ისრაელის უკან დახევას 8 დეკემბრამდე არსებულ პოზიციებზე და ლეგიტიმური უსაფრთხოების საკითხების მოგვარებას, რათა ორივე მხარემ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. ამერიკის შეერთებული შტატების ომის მდივანი პიტ ჰექსეტი მხარს უჭერს კარიბის აუზში ნარკოტიკებით მოვაჭრეების ნავებზე თავდასხმებს. ჰექსეტის განცხადებით, ერთ-ერთ ნავზე ორმაგი დარტყმის დროს მას ბრძანება არ გაუწია, თუმცა ამ გადაწყვეტილებას მაშინაც და დღესაც მხარს უჭერს. შეგახსენებთ, კარიბის აუზში სექტემბრის შემდეგ დაწყებულ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციას სულ 83 ადამიანი ემსხვერპლა. მე სრულად ვუჭერ მხარს ამ დარტყმას, მეც იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი. მათ, ვინც ერაყსა და ავღანეთში ან სხვაგან 20 წლიან კონფლიქტში იყო ჩართული, იციან, რომ საბრძოლო ველზე მებრძოლების წინააღმდეგ მეორადი თავდასხმები და მეორადი დარტყმები ხშირად ხდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ადმირალ ბრედლის, შესანიშნავი ამერიკელის და ამერიკელი გმირის უფლებამოსილების ფარგლებში იყო. მას შემდეგ 22 ან 23 დარტყმა მსგავსი პროტოკოლის მიხედვით განხორციელდა, რათა უზრუნველყოფილიყო კრიტერიუმების დაკმაყოფილება. გადაწყვეტილება ჩემ დონეზე აღარ არის.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. კეკა გალაძის დეპარტამენტის დირექტორმა ქვედანაყოფის პრიორიტეტული მიმართულებები და საომალო განსახორციელებელი პროექტები გააცნო. თავის მხრივ მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საგანგებო პროცესებში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის როლსა და მნიშვნელობაზე. სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად ქვედანაყოფის სამუზეუმო სივრცეში სტენდები დაათვალიერა. მოსწავლეები საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კამპანია პროფესია პოლიციელის ფარგლებში იმყოფებოდნენ, რომლის მიზანი მოზარდებისთვის სამართალდამცავთა საქმიანობის გაცნობა და პოლიციელის პროფესიის პოპულარიზაცია. წინასწარი შეთანხმები ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წარსულში სხვადასხვა დანაშაულში მხილებული 4 არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიებით ადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ მარნეულში მდებარე სწრაფეჩარიცხვის აპარატები მოიპარეს, საიდანაც დიდი ოდენობით ფულად თანხას დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარი და რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილიდან მოშორებით ტაქსით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ დააკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას მოპარული თანხა ნივთმტკიცება დამოიღო. ასევე დადგინდა, რომ დააკავებულებმა მიმდინარე წლის ნოემბერში მარნეულში ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე მაღაზიას გაქურდეს, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს. დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით კი სამართალდამცავებმა გერმანიის მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას ნივთმტკიცება დამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონი. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებისთვის დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სოფელ მეჯვრისხევში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას კვლევები 1000-მდე სამედიცინო დაწესებულების სხვადასხვა პროფილის ექიმებმა ჩაუტარეს. სამედიცინო აქცია ორგანიზაცია ქართული ოცნება ჯანსაღი მომავლის ინიციატივით ჩატარდა. მისი მხარდამჭერები კი საქართველოს პარლამენტი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, გორის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო იყვნენ. ეს არის ქართული ოცნება ჯანმრთელი მომავლისათვის. თუმცა თავდაპირველად ყოველგვარი ზედმეტი არის გარეშე მაგარი მაღალი დონის ექიმები არიან ჩამოსული. უამრავი სხვადასხვა დარგის სპეციალისტთან არის ეს ხალხი ჩაწერილი. რიგი ორგანიზებულია, როგორც ხედავთ, ყველა კმაყოფილია და რაც შეიძლება მეტი უნდა გაკეთდეს ესეთი შესანიშნავი ღონისძიებები. ჩამოსულები არიან წამყვანი კლინიკის სპეციალისტები, სადაც ჩვენ მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა მიიღონ როგორც კონსულტაციები, ასევე ჩაიტარონ კვლევები. რა თქმა უნდა, ესეთი ღონისძიებები ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რათა მიიღონ დამატებითი სამედიცინო მომსახურება და ჩვენ რა თქმა უნდა მხარს დაუჭერთ ესეთი ღონისძიებების ორგანიზებას. ჩვენ ვიმყოფებით სოფელ მეჯვრისხევში. ამ აქციაში მონაწილეობას ღებულობს ჩვენი ქვეყნის წამყვანი რამოდენიმე კლინიკა, 25-მდე ექიმი. როგორც ხედავთ, ძალიან დიდია მოსახლეობის მომართვიანობა ამ აქციაზე, სხვადასხვა სპეციალობის ექიმები არიან. პროექტი ერთი დღე ჯარში გრძელდება. ამჯერად ვაზიანის მეოთხე ქვეით ბრიგადას თბილისის კლასიკური გიმნაზიის 153, 79, 140 და 26 საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების მემორიალს პატივი მიაგეს, რის შემდეგაც ქვედანაყოფის შექმნის ისტორიას გაეცნენ. უფროს კლასელებმა ბაზის ინფრასტრუქტურა და ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობებიც დაათვალიერეს. ასევე გაეცნენ ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ ტექნიკას და შეიარაღებას. დღეს ვიყავით სამხედრო ბაზაზე და მოვინახულეთ სამხედროების საცხოვრებლები. ძალიან დიდი შთაბეჭდება დამრჩა და ძალიან მოგვიწონა ყველაფერი. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით და ჩემს აზრით ძალიან საინტერესო იყო ეს დღე. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა, ახალი შეხედულება გამეჩნდა ქართული ჯარის შესახებ, რა თქმა უნდა დადებითი. ძალიან მომეწონა თვითონ გარემო. აღნიშნული პროექტი გრძელდება, რომელიც მიზნად ისახავს მეტი ინფორმაცია გქონდეთ საჯარო სკოლებსა და მომავალ თაობას თავდაცვალების შესახებ. მათ საშუალება მიეცათ ენახათ გამოფენილი ტექნიკა, აღჭურვილობა, ჯარისკაცის საცხოვრებელი, სპორტული დარბაზი და დღის ბოლოს მიირთვეს სადილი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად. საქართველოს მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო შეჯიბრებას და მსოფლიო თასუმას პინძლო. რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჩატარდა. საერთაშორისო შეჯიბრში 84 ქვეყნის 1500 მოსწავლე მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. დაჯილდოვდნენ გამარჯვებულებიც. კონკურსი თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ ეროვნულ უნივერსიტეტს სეუს მასპინძლობისთვის. ჩვენ ვმასპინძლობთ სტუდენტებს 80-ზე მეტი ქვეყნიდან. ეს საქართველოსთვის სიამაყის მომტანია, რათა წარმოაჩინოს ჩვენი კულტურა და ინოვაციური განათლება. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს. ამაყები და ბედნიერები ვართ, რომ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მიეცა შესაძლებლობა 2 დღის განმავლობაში შემასპინძლა ამ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიებისთვის. ეს არის მენტალური არითმეტიკის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. მსგავსი ღონისძიება პირველად ტარდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაში და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. ჩემპიონატში დავიკავე პირველი ადგილი და არც ისე რთული იყო ჩემთვის ეს. წინა წელს ვიყავი ინდოეთში, იქაც პირველი ადგილი დავიკავე და წინა წელს ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი და იქაც პირველი ადგილი დავიკავე. სპორტის სამინისტროს დელეგაცია ტოკიოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე იაპონიის სპორტის საბჭოს დირექტორს შეხვდა. შეხვედრა ასევე გაიმართა იაპონიის სპორტის სააგენტოს კომისართანაც. საუბრის მთავარი თემები საქართველოსა და იაპონიის თანამშრომლობა და სპორტის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება იყო. შეხვედრა მქონდა სუმოს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტთან. შეხვედრისას შევთანხმდით, რომ საქართველოში ასენდეს სუმოს ცენტრი და ამავე დროს განიხილება 2028 წელს საქართველოში სუმოს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია და დღეს ძალიან ბევრი კარგი შეხვედრა გქონდა, რომელიც საომავლოდ ჩვენი ქართული სპორტისთვის დიდ შედეგს გამოიღებს. თბილისის იბერია საქართველოს ჩემპიონია ეროვნულ ლიგაში ბოლო 36 ტურში მან გაგრა 2-1 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. იბერიას კონკურენტმა გორის დილამ კი გუშინ დინამო თბილის უმასპინძლა 2-2 ითამაშა და ეროვნული ლიგის წლევანდელი სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. ცნობისთვის მომავალ წელს ევროთასებზე 4 ქართული გუნდი ითამაშებს. ეროვნულ ლიგაში დასარჩენად კი თელავი და საგარეჯოს გარეჯი იბრძოლებენ, რომლებიც პლეი-ოფში ეროვნული ლიგა 2-ის მეორე მესამე ადგილოსნებს. სპაერსა და მეშახტეს შეხვდებიან. პლეი-ოფის თამაშები 10 და 14 დეკემბერს გაიმართება. ძალიან გახარებულები ვართ, იმიტომ რომ ისეთი რყევები იყო ამ გუნდში ზაფხულიდან დაწყებული. ძალიან თამამად შემიძლია ვთქვათ, რომ თითქმის შეუძლებელი შევძელით და შევინარჩუნეთ გუნდის სახე. ხელმძღვანელობას მინდა გადავუხადო მადლობა, რომ ესეთ ახალგაზრდ გასახში მენდოდა ჩამაბარა გუნდი წინა წლის ჩემპიონი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო, თუმცა მე ჩემს თავთან ერთად და ჩემ ფეხბურთელებთან ერთად სრულიად დარწმუნებული ვიყავი თავიდანვე, რომ შეგვეძლო ამ სიტუაციის მოტრიალება და ამ წმენამ მოგცა ის რომ და შრომამ რა თქმა უნდა ის რომ დღეს ჩვენ გავხდით საქართველოს ჩემპიონები. 2018 წლიდან ვიდრე 2025 წლამდე სამჯერ ჩემპიონები გავხდეთ, სამჯერ თავსი ავიღეთ სუპერთასი და ეს მეგონი ყველაფერზე მეტყველებს. მე ვაცნობიერებ ჩემ გუნდთან ერთად რომ ჩვენ ვალში ვართ, ჩვენ გულშემატკივრებთ და აუცილებლად ყველაფერი უნდა ყველანაირად უნდა ყველა ძალა მოვიკრებოთ იმისთვის რომ არა მარტო ეროვნულ დონეზე, ევროპულ ასპარეზზეც გავახაროთ ჩვენ გულშემატკივრები. დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში პროექტი ჯადოსნური დღეები ხორციელდება. დევნილი მოზარდებისთვის გამართულ მორიგ ღონისძიებას რუსთავმა უმასპინძლა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. პროექტში ამ ეტაპზე 3000-ზე მეტი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვია ჩართული. აქტივობები 22 ნოემბერს დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით 10 ლოკაციაზე განხორციელდება. დასასრულს უახლოვდება გასართობი ღონისძიებები ჩვენი დევნილი ბავშვებისთვის, რომელიც საქართველოს სრული მასშტაბით გაიმართა 10 ლოკაციაზე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში. ჩვენს დევნილ ბავშვებს მივეცით საშუალება სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებებით, გართობით. ჩვენ აფხაზეთის მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ის პირები, რომლებიც ჩვენ ქალაქში ცხოვრობენ, ძალიან მნიშვნელოვანია მათი კეთილდღეობა. მე ძალიან მომეწონა ეს ღონისძიება. იყო ძალიან საინტერესო, ძალიან გავერთეთ. მინდა რომ ხშირად ჩატარდეს. საბავშვო ევროვიზია 2025-ის მონაწილეები კონკურსისთვის ემზადებიან. კონკურსანტები დღეს პოსტკარდების გადაღებაში მონაწილეობენ, რომლებიც ეთერში მათ სცენაზე გამოსვლამდე გავა. დღესვე რეპეტიციები იწყება ოლიმპიურ სოფელშიც. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობას ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. შეგახსენებთ, რომ საბავშვო ევროვიზიის ფინალი 13 დეკემბერს გაიმართება და მას პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ვოკალის მასწავლებელთან და დელეგაციის ხელმძღვანელთან ვემზადებოდი, რათა ბევრი რამ გავაკეთო. ქალაქში ჯერ არ ვყოფილვარ, რადგან მხოლოდ გუშინ ჩამოვედი. მოხარული ვარ, რომ რამდენიმე დღე ქალაქს დავათვალიერებ. მადლობა ქართველ ხალხს. ევროვიზიისთვის გადაღებული გვაქვს უკვე პოსტკარტები, სანამ ჩამოვიდოთ სტუმრები, ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ, ასე ვთქვათ, და ძალიან ბევრი კადრები ავკრიფეთ და ჩამოვბრძანდნენ გუშინ სტუმრები და ეხლა ასე ვთქვათ, in-out კადრების გადაღება მიმდინარეობს. საბოლოო ჯამში ეს კადრები ჩაჯდება იმ პოსტკარტების მასალაში, რაც უკვე საკმაოდ დიდი ხნის გადაღებულები გვაქვს და დამონტაჟებულია და საბოლოო ჯამში ეს უკვე მაყურებელი ამას ყველაფერს იხილავს კონცერტის დროს. მოამბეს ამ საათზე ამით დასრულებულია, მე დროებით გემშვიდობებით.